მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ეთერშია ყველაზე მხიარული, ყველაზე ხმაურიანი და ყველაზე გასართობი გადაცემა ეკივოკი. დღეს ჩვენი საზრიანი პოლიტიკოსები შეეცდებიან ახსნან სიტყვა, ხოლო ჩვენმა სტუმრებმა უნდა გამოიცნონ ისინი. და მე მგონი დროა გადავიდეთ სტუმრებზე. მაშა ასეთ ცნობილი ტელეწამყვანი და უბადლო მოქალაქე ვაპროტესტებ. უბადლო. თასქია უბადლო. ყველაფერი მაქვს, ბადალი როგორ არა მაქვს? ბადალის მოგდა რაღაცა. მაშინ ბადალიანი მოქალაქე ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ხოლო მისი მეწყვილე გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის პირადი პრემიერ-მინისტრი ბატონი აი კიდე ერთ შეცდომა. რატომ? დაუკვირდით სიტყვას კაცო, არ შეიძლება ეს საუბარი, ჰაერის საუბარი არ შეიძლება. პირადი კი რა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ქვეყნის. უკაცრავად, მისი პირადი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უბრალოდ კარგი ადამიანი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი. მოგესალმებით. იდიმენო ბატონი, ხოლო მისი მოწინააღმდეგე გუნდი გახლავთ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი დედას გიჟი ბატონი მიხეილ სააკაშვილი. ხოლო მისი მეწყვილე გახლავთ და მისი მარჯვენა ხელი ბატონი გივით არგამაძე. მოგესალმებით, თუ ყველას მოგესალმებით. მოგესალმებით ბატონებო. მე თქვენ აგიხსნით ახლა თამაშის წესებს. ჩვენი საზრიანი პოლიტიკოსები შეეცდებიან ახსნან სიტყვები, ხოლო თქვენ სწორი პასუხის შემთხვევაში უნდა დააჭიროთ ღილაკს ხელი და მითხრათ პასუხი. თამაში არის ძალიან მარტივი და მე მგონი დრო დავიწყოთ. დანიდი ბუდი შენ, ბატონი ძე, მე დავაწვევი ღილაკს თუ შეიძლება პირველი მე დავაწვევი და ცივია და შეიძლება ხელი გაგიცილოთ თქვენ. აი მე რო დავაწვევი თქვენ ხელი ძე უნდა დამოვიდეთ. აი ოჩა ღირაკი. თან მე წითელ ფერზე ალერგია მაქვს და თან რუსთავი ოჩო დაიც რა ხდება? რაღაც არაფერი თქვენ კაცო უბრალოდ არ მოხდეს. შენ დააჭირე ვერ დავაჭირე. მაშ ასე ბატონებო მზად ხარ? იდიმენო ბატონი, სულ სამოხდით, თქვენ აძიურებთ, სულ სამოხდით. ბაბა, სულ სამოხდით. ბაბა, ახლა არ გიდე. საკუთარი სული გიჭირავს კბილები ახლა სხვა როგორ უნდა მოაწოს. ბატონებო, მე მგონი დროა დავიწყოთ თამაში და მაშ ასე მოусმინოთ პირველ სიტყვას ახსნის ბატონი შალვა ნათელაშვილი. ისინი 9 წელი ტანჯავდნენ ქვეყანას, მიწასთან გაასწორეს შავი სამყარო, რომელიც ალამაზებდა ამშვენებდა ქვეყანას. მიწასთან გაასწორეს კორუფცია ასევე და დედაუტირეს ქვეყანას. ეს არის ასე. ვინ არიან ესენი? ის ხوارა ბატონი გისმენთ ბატონმა ირაკლი დააჭირა ხელი. ადეკოტრი დავაჭი, დიახ, ადეკოტრი. კი ბატონო, გისმენთ თქვენი ვერსია რა არის? ხა დავფიქრდებით. თავი დავასტარით. კი ბატონო, შეგიძლიათ ვიფიქროთ იმჟელოთ მამაკლა. ესე იგი 9 წელი ტანჯავდნენ ქვეყანასო. ჩვენ რომელ წელს მოვედით? 2012 ბატონი. 2012-ში. ეხლა რომელი წელია? 2015 ბატონი. 2015 წელია ეხლა. 3 წელი გავიდა კაცო. დიახ, 3 წელი გავიდა. ბუჩებ გარბის დრო რა დავიც. პასუხი მინდა თქვენგან? 3 წელში ვერ მოვასწრებდი ჩვენ. ესე იგი ნაციონალები გამოდის. ლოგიკურად ნაციონალები გამოდის, არ ვიცი. ესე მსჯელობა მასე მიყვანა. ესე იგი დიდი მათემატიკური გამოთვლების შემდეგ თქვენი პასუხი არის ნაციონალები. როგორც ბატონი კი ბატონო, მივიღეთ თქვენი პასუხი და მართალია პასუხი არის ნაციონალები. თქვენ მივიღეთ 10 ქულა დამსახურებულად. კი ლოცავს. დაწერება უდაბი არ ვიცი. არ შეიძლება ესეთი ქცევა. უღრმესი მამა ბატონი. საჯუგარი მაქვს შედი, მოიცადე? ასე წუხდი ბატონი, ასე წუხდი, დიდი მამა, უღრმესი მამა ბატონი, ასე წუხდი. აი შეიძლება საჯუგარი. ხეზი არის და არ მიყვარს ეს აკა. დაასაუბრო კაცო. ჩემი პინგვინი ჯამ შენ რა დაგემართა კაცო. ვიდა ხარ მეასე მეტი ახლა. დავიცი. იმას უყურს და არა მე შე ბატონი ძე, ხეზი. არა მე ჩემია. მიიღეთ მიგაი. არა მე, რა გინდა მაინც. აი რა ხარ შენ ვაი. უღრმესი მამა ბატონი ძე. აი გილოცავ ბატონებო, გილოცავ. აგერ კონექცია, აი დიახ. დიახ, გისმენთ ბატონი. ეს რო აიჩები 9 წელი და მაგის მეძრო არაფერს რო არა მოხდა. უბედურება. 9 წელი რო აიჩები და მაგის მეძრო არაფერს. ბატონი თქვენ ჭამდით ხალხს. შეჭამეთ ქვეყანას მოკლედ. შეჭამეთ განადგურეთ, გამოხარეთ ქვეყანას 9 წელი. ბატონებო, მოდით გავაგრძელოთ თამაში. ჩემზე შეიძლება რომ ითქვას, მაგრამ შეხედა აი ამოდემეს. აი ეს გავს რამე შემჭმეთ? არ ბატონო მიხვდები, ხა თუ შეიძლება კოლეგები კარგით ბატონებო, მე მგონი დროა, უკაცრავად, მე მგონი დროა გავაგრძელოთ თამაში და მოусმინოთ შემდეგ მონაწილეს და სიტყვას ახსნის ნოდარ ხადური. ძირითადად გადის წვრილფეხა ცხოველებში. ბინადრობს ძირითადად მთებში, მაგრამ შეიძლება რომ ჩამოიყვანო, ბარად ჩამოიყვანო და აქ შეჭამო. ან
ბატონმა მიშამ დააჭირა ხელი გისმენთ თქვენი ხო დაგასწარეთ. და ციკანი არის, ციკანი. ციკანი ასე დაუფიქრებლად პირდაპირ მივიღეთ. ციკანი არის ეს და. არანაირი ვერსია იქნება ბატონ გივისაც კითხოთ რა ვიცი. მე ვეცახმები, აბსოლუტურად ვეცახმები ყველაფერში ბატონ მიხეილს და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ციკანი. კი ბატონო, ესე დაუფიქრებლად ბატონმა მიხეილმა თქვა ციკანი და მართალია, სწორია. 10 ქულა მიიღეთ ანგარიში გაუთანაბრეთ გილოსთან და შემდეგ სიტყვას მოусმინოთ ახსნის სოსო ჯაჭვლიანი. კი ბატონო, მაგრამ მე ჩემი მოთხოვნები მაქვს. მე სააკაშვილს არ ავხსნი სიტყვას. კი ბატონო, პროვოკაციას აქვს. ბატონო ბიძინა, ეს დიდია, ცივია, მაგრამ იალიბუზი არ გეგონა. ზოგი თეთრია, ზოგი შავია. მე ვიცი. შეგეჩერდი სააკაშვილო. შეგერი ქიმიშვილო ბატონო ბიძინა. ეს არის ერთი შეხედვით პატარაა, მაგრამ სენა მესამეზე ავიტანე კი მომწყვიტა წელი. რა ვიცი. რა შეიძლება იყოს, არ ვიცი, გამოვიცანი ვერ პირადად რაღაცა უფრო წავედი თქვენ ვერ გამოჩ მე აზნიან რომ ბატონო აცნიან რომ ვერსია არ გაქვთ. არა, როგორ არ აქვს, მაგრამ უფრო გამარტივებული თუ იქნებოდა უკეთესი. კი ბატონო, ჩვენ შეგვიძლია უფრო გამარტივულად მოგასმენინოთ ახსნა. მოусმინოთ. უფრო მარტივად? ვა საფიქრალი გამიჩნდა. უფრო მარტივად მაშინ მაცივარი. ვაიმე ბატონო სოსო, რატომ თქვით ესე პირდაპირ მაცივარი? აბა უფრო მარტივად და ხო რა ფიქრებდი ბატონები ძინეს, გადამრები. იდიმანო სოსო არა, ერთი წუთით ბატონებო, ერთი წუთით ეს სიტყვა არ ჩაითვლება სამწუხაროდ, იმიტომ რომ ბატონმა სოსომ პირდაპირ სიტყვა თქვა და მოდი სხვა სიტყვას მოусმინოთ, აგვიხსნას შემდეგი სიტყვა ბატონმა სოსომ. კარგით, მეორე კითხვა. სოფლიოს ერთ-ერთი საოცრება, რომელიც დღემდე მაოცე. ბატონო მიხეილ, ბაბილონის გოძოლი ხო? ბატონო ბიზნესა დაასწრო ბატონმა მიხეილმა, გისმენთ ბატონო მიშა. ჩემი საოცრება ბატონო ბიზნესა ჩემი საოცრება იდიმანო ბატონო ბიზნესა ბატონო მიხეილ, თქვენ ჯაგეჩახები აბსოლუტურად. პირამიდა ანუ ერთხმად შეთანხმდით და თქვენი პირამიდა არის აბსოლუტურად მასალსიზი ბატონო. სამწუხაროდ ბატონებო, პირამიდა არ არის სწორი პასუხი და ჩვენ შეგვიძლია სწორ ვერსიას მოусმინოთ. ტელეფონი. აკრიფავ სოსო ბახ და 1000 კილომეტრის იქეთ ამერიკაში ამოდის სოსო. ეს მასლამაუჩი. ეს უნდა გავყვე როგორ ვიცი არის. აი ესეთი სწორი ვერსია მქონდა ბატონ სოსოს ამ სიტყვასთან დაკავშირებით. ბატონებო, შემდეგ სიტყვას უნდა მოვусმინოთ და სიტყვას ახსნის პაატა ზაქარეიშვილი. ჩვენი საერთოდ დაგვიშვა საკითხი არის თუ სახელმწიფო სადაბედის უთითუბეთში პოლიტიკური სახარო სახელმწიფო ადამიანი ვერ იქნება სახელმწიფო სახელმწიფო იქნება სახელმწიფო იქნება ადამიანის სახარო დაგვიშვა საკითხია თუ ადამიანი ვერ არის სახელმწიფო სახელმწიფო რა არის ადამიანი არის სახელმწიფო იყო შეიძლება თვითონ სახელმწიფო და ადამიანის სახელმწიფო ვერ იქნება მაგრამ თუ სახელმწიფო ადამიანი რა არის მაშინ დააგასწროთ ბატონო ბიძინა, სამწუხაროდ გისმენთ ბატონო მიხეილ. კი ვიგასოს პასუხს. მე რატო გავცი? მუნჯის ენას დედამიწის თხოლოთაა, მიდი გაიცი. აი, მე ფიქრობ, აი, შეიძლება ის იყოს ადამიანის გამენიჭებული კანონი, რომელიც თვითონ უფლებამოსილი არის კონსტიტუციის თანახმად და ფიქრობ, რომ ეს კი, საერთოდ არაფერს მოდი ერთი აქედან იქ მოდი. აკა ჯორგი. დაიწყება ახლა გაიცი პასუხი. ანუ მე ვფიქრობ, რომ აი ახლა მესმის. კი, ეს არის ადამიანის მინიჭებული უფლება, რომელიც კონსტიტუციის მიერ ბატონო გივი, კონკრეტული ერთი სიტყვა მინდა პასუხისთვის. ადამიანის უფლება. ანუ ადამიანის უფლება ადამიანის უფლება. I'm going to Martinique. სამწუხაროდ არ არის სწორი პასუხი და მოდით სწორ ვერსიას მოусმინოთ. რა სიტყვის ბატონის პაატა. სახელმწიფო შეიძლება იყოს ეს კოპიქტებში წავკეგდები მქონდა 1000 კოპიქტას ხო გაგესია სოფიოში პოლიტიკაში ესეა სახელმწიფო და ადამიანი თვითონ ადამიანი თუ ადამიანი არის სახელმწიფო ადამიანი ადამიანია ასე სახელმწიფო ადამიანია ადამიანის თვითონ სახაა
აი ასეთი ვერსია ქონდა ბატონ პაატას და ბატონებო თამაში პირველი ტური უკვე უახლოვდება კულმინაციას, ბოლოს სიტყვას უნდა მოусმინოთ და ყურადღებით სიტყვას ახსნის ბატონი შალვა ნათელაშვილი. ეს ბერგავი ისე ბატონი ეს ბერგავი საერთოდ ბერგავი ბატონი აჩვენთან ნაცკი ბერგავი საერთოდ ეს არის ფრინველი, რომელიც ბინადრობს სამხრეთ პოლუსზე, მაგრამ ვერ დაფრინავს. ბატონო მიხო ეს ხოშ აი ესე მოკლე დაგვიხსნა ბატონმა შალვამ ვერსიები შეგიძლიათ თქვათ. ქართულ მიხო ქენეს ბატონი ქენეს გონიმა შაღავალი თვალს ალბათ რა სიყვარული იხლის კარტა ბატონო ვიძინა გაქვთ ვერსია რამე? თქვენ როგორ წამბობთ თქვენ ადეკოდო დავაჭებოთ გისმენთ? ჩვენ გვაქვს ესეთი ვერსია შევთანხმდით და ერაკლი ბატონი მიზენ როგორ თქვა ბატონი პროცესად მე ვთქვი ერაკლი ლავით არ ხარ თქვა უნდა იდი მადლობა ბატონი ეს არის იხლის კარტა იხნის კარტა თქვენი პასუხი. კი ბატონო მივიღე იხნის კარტა, მაგრამ სამწუხაროდ არ არის იხნის კარტა პასუხი და ბატონი მიზინა თქვა როგორ არის მოვისმინოთ სწორი ვერსია. ბატონი მიზენ მართლაც ამს იქნება კი სწორი პასუხია პინგვინი, შედალოცილო, წაგეკითხა ორი წიგნი და გეცოდნებოდა საიდან მოკავდა, სად ბინადრობდა ეს ფრინველი, თუ ცხოველია, წერია თუ რა ჯანაბაცაა ის. აი ეს იყო სწორი პასუხი. არასწორად დასული ოჩახი რა მადლობა ისეც არის ხო ხნეო რა არასწორად დასული კითხვა არასწორად იაკ მაერეცო რატომ ბატონო? რა უნდა პინგვი სამხრეთ პოლუსი არის ჭორვილაშია პინგვინი კაცო ვერსია საინტერესოა. მოკლედ ბატონებო პირველი ტური დასასრულს მიუახლოვდა. გადავდივართ მეორე ტურზე და ჩვენ ახლა მოვისმენთ პოლიტიკოსს, რომელიც უსმენს მუსიკას და ჩვენ მისი სიმღერით უნდა მივხვდეთ თუ რა სიმღერას მღერის ის. ყურადღებით მღერის სოსო ჯაჭვიანი. ჩვენი ბატონი ჩვენი ბატონი ბიძინას ბე ბე ბატონი და ბატონმა მიშამ გისმენთ? ან ბომბარლი ან ბონიემია ზუსტად ასულობ საუთარი სპერა გაქვს ბარი მოიც ხوار არის ბატონო მიხელის ბუზი არის დაწოლოდა ხო ბარი მოიც მარტო უცხოურზე ვფიქრობ შეიძლება ქართული იყოს, რუსულიც იყოს. სხვადასხვა ვერსიები ჩამოყარეთ და შეიძლება მიხვდეთ სწორ პასუხამდე. სარიკება ჩახეთულა მაგრამ ჯობია რომ ბონიები იყოს ბონიები თუ არ იცოდი რა ასეთი ბონიემია თქვენი პასუხი? თუ არ რატო დაჭირით მივიღე ბონიემი და სწორ ვერსიას მოусმინოთ ბატონებო. ბატონებო თქვენი ვერსია სამწუხაროდ არ აღმოჩნდა სწორი. ეს სიმღერა გახსოვთ თეთრი რელსები და დღევანდელი თამაშის გამარჯვებული უნდა გამოვავლინო. ესენი არიან ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ყარიბაშვილი. გილოცავთ ბატონებო. გული არ დაგიგეთ, იმიტომ რომ ჩვენგან დღეს უსაჩუქროდ არავინ არ მიდის. ბატონ მიშელს და ბატონ გივის გადაეცემა ამ შესანიშნავი მზესუმზირები, ხოლო გამარჯვებულ გუნდს აი ეს არაჩვეულებრივი ვან გოგის მზესუმზირები. გილოცავთ. ამისთვის ბატონი გაწოდე ხანი ამისთვის ბატონი ესეთი ბააქ უკვე აბ ბატონი მინიზი აქვს აქვს ესეთი უკვე კაცო ჩანდაბაი წავიღე ოჯახი ხმამე დავაგდებ სადმე ბატონი ჩიფთან ნაგდეთ შეიძლება რა თუნდაუდო დაგი თუნდა ერთი კვირა დავაგდებ შენთან ი უღრმესი მადლობა ბატონი არაჩვეულებრივი თამაში გამოგვივიდა ბატონებო დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თამაშისთვის ეხლა გაქცეულებ ეხლა გოგინები გოგინგეთ ხედავ გოგინგეთ არგით ბატონებო ბატონებო თუ შეიძლება თამაში და გავასრულო ძალიან ხო სამწუხაროდ ესეთ ფავრიან ფონზე უნდა დაგემშვიდობოთ ესენი ალბათ არ გაჩერდებიან დიდხანს გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე კარგად